მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძველი ინსტრუმენტი, Book Creator, მაგრამ განახლებული ვერსია, რომელსაც აქვს საკმაოდ დამატებული, საკმაოდ კარგი შესაძლებლობები, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ ხელოვნური ინტელექტიც. როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნი? ეს ნაწილობრივ ცნობილია, მე თვითონაც მაქვს ჩემ YouTube არხზე ინსტრუქცია, ოღონდ ძველი ვერსია ამ ვებ ინსტრუმენტის, რომელსაც იმ დროს არ ქონდა ამდენი შესაძლებლობები და ახლა გაცილებით შეცვლილია და სწორედ ეს შეცვლილი ვერსია მინდა წარმოვიდგინოთ, თუმცა რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება ნაცნობი იყოს უკვე ბევრი თქვენთაგანისთვის. მოგლეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია აქ ვინც იცნობს და მეთანხმება ამ ინსტრუმენტში რეგისტრაციაც და ავტორიზაციაც. აქ შესაძლოა რეგისტრაცია გააკეთდეს როგორც მოსწავლე, ანუ მოსწავლეებს გავაცნოთ ეს ინსტრუმენტი და მათ ჩვეულებრივ მოახდინონ აქ რეგისტრაცია როგორც მოსწავლეებმა თავისი ანგარიშით, Microsoft-ის ანგარიშით, რომელიც საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს აქვს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს teachers კი არა და students go.g ანგარიშები, რომლებიც ყველა მოსწავლეს გადაეცა საჯარო სკოლის მოსწავლეებს პანდემიის პერიოდში. და ასევე პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი, ასე ვთქვათ, Microsoft-ის ანგარიში teachers go.g და ჩვეულებრივად ყველასათვის კარგად ნაცნობი Gmail-ის ანგარიში. თქვენ შეგიძლიათ, ვინც პირველად აპირებს, პირველად ეხება ამ ინსტრუმენტს, შექმნათ ესე იგი ანგარიში. ან ნახეთ, მოდი დავაწყაპოთ ამ ღილაკს. მე ახლა აქ ავტორიზებული ვარ და შეიძლება არც გამომიტანოს ახლა ის და პირდაპირ შემიყვანოს კიდევაც. კი, ასეა. რადგან მე ავტორიზებული ვარ დიდი ხანია ამ ინსტრუმენტში, ამიტომ არ მომცა მაგის შესაძლებლობა, თუმცა ნახეთ, მაინც მე კვლავ გამოვალ აქედან და დავბრუნდები უკან, ნახეთ ახლა ერთი წუთი, ნახეთ როგორ შეიძლება ესე იგი Microsoft-ის ანგარიშით და აქ ნახეთ, აქვე უკვე შესაძლებელია მოსწავლე შევიდეს და თავისი ანგარიში გამოიყენოს. Students go.g. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ დიდი ხანია უკვე Gmail-ის ანგარიშს, ამიტომ კვლავ მოვახდენ ავტორიზაციას Gmail-ის ანგარიშით, ასე თქვენ კი შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოიყენოთ Microsoft-ის აკაუნთიც და Gmail-ის ანგარიშიც. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ აკეთებთ აქ რეგისტრაციას ან ავტორიზაციას Gmail-ის ანგარიშით, ანუ უნდა გააგრძელოთ სწორედ ამ ანგარიშით მუშაობა და რასაც შექმნით ამ ანგარიშის გამოყენებით, თქვენ მას ვერ ნახავთ იმ შემთხვევაში თუ შეხვალთ ამ Microsoft-ის ანგარიშით. ანუ ის უკვე სხვა ანგარიში იქნება. და აქ უკვე ახლიდან დაიწყებთ მუშაობას. ანუ ის ძველი შექმნილი წიგნები არ გამოგიჩნდებათ. ანუ უნდა ერთი და იმავე ანგარიშით შეხვიდეთ ამ ინსტრუმენტში. მოგლეთ, კი ბატონო, დავიწყოთ. გადავიდეთ ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ვირჩევთ ანგარიშს. თუ რამდენიმე გაქვთ ამ შემთხვევაში. Gmail-ს გულისხმობ, Gmail-ის ანგარიშით შევდივარ მე. როგორც ხედავთ. აგერ გაიხსნა ჩემი სამუშაო სივრცე. მოგლეთ, ვინც პირველად შედის ამ ვებ ინსტრუმენტში, რა თქმა უნდა, ახლა არაფერი არ ექნება მას შექმნილი და გამოუტანს ამ სივრცეს ცარიელს, მაგრამ ამ პლუს ღილაკით. შევქმნათ ახალი წიგნი. New book. ახლა აქ რა შესაძლებლობებია? ნახოთ. არის ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წიგნები შექმნილი. ნახეთ, ახლა აქ რა ხდება კიდევ? აქ ანუ კარგად შეისწავლოთ მუშაობა. აქ სულ ახსნილია ეს ინსტრუმენტი.
თუ კი სურთ აი ასე დეტალურად გაიაროთ და შეისწავლოთ, ისე ასევე შესაძლებელია სერტიფიკატის აღება. თუ კი გაივლით აი ამ კურსს, ნახეთ აქ არის მთლიანი კურსი, სილაბუსი გაწერილი და ბოლოში არის ტესტი, რომლის 80% მაინც სწორად უნდა გააკეთოთ, რომ აიღოთ სერტიფიკატი და გახდეთ სერტიფიცირებული პედაგოგი აი ამ book creator web ინსტრუმენტის. რა ძალიან კარგია და რაღაც უპირატესობები ენიჭება კიდევაც სერტიფიცირებულ პედაგოგს ამ შემთხვევაში. კარგი, დავბრუნდეთ უკან. აი ასე. და დავიწყოთ წიგნის შექმნა და ვნახოთ რა სიახლეები არის აქ, რომელიც ძალიან ვფიქრობ მოგეწონებათ, რადგან მრავალფეროვანი შესაძლებლობებით იქნება აქ შესანიშნავი წიგნი, ბროშურა და ასე შემდეგ. აი ვაწყაპებ create new book. აქ რა ხდება ნახეთ, შეიძლება პირდაპირ შემოიტანოთ PDF ან EPUB აი ამ ფორმატის დოკუმენტები და პირდაპირ ის ჩაჯდება და გამოქვეყნდება წიგნის სახით. შემდეგ შეგიძლიათ რაღაც შეიტანოთ ცვლილებები მასში. მაგრამ მოდით ჯერ ნახოთ როგორ შეიძლება თვითონ შევქმნათ აქ ელექტრონული წიგნი ყოველგვარი PDF-ის გამოყენების, არა, PDF-ი შეგიძლიათ PDF ფაილი შეგიძლიათ შემოიტანოთ და ჩადოთ წიგნში, ამას გიჩვენებთ აუცილებლად. ხო, აქედან ირჩევთ როგორი სახის გინდათ რომ იყოს, სტილი როგორი იყოს, ელექტრონული წიგნის კვადრატის სახის იყოს, აი ასე ლანდშაფტის სტილის იყოს, 4:3-ზე, 2:3-ზე, ეს უფრო მობილურისთვის იქნება მოსახერხებელი მობილური ტელეფონებისთვის. მოკლედ ვირჩევ აი ამას. და აქ ჩვენ გვჭირდება წიგნის თავფურცელი, cover. ან წარმოიდგინეთ უბრალოდ წიგნის გარეკანი, ყდა. თუნდაც აი ასე რომ ვთქვათ. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ მუშაობას ამ ინსტრუმენტში და დააპირებთ წიგნის შექმნას, შესაბამისად, რა თემატიკაზედაც აპირებთ წიგნის შექმნას, წინასწარ მოამზადებთ იმისათვის media resource. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, ფოტოსურათები, ტექსტი თავისთავად. იგულისხმება რა თქმა უნდა, ასევე გიჩვენებთ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, აი რა აქვს დამატებული, რა არის სიახლე ამ ვებ ინსტრუმენტში. გზადაგზა გიჩვენებთ ამ ყველაფერს. მოდით შევქმნათ და გავაკეთოთ ახლა აქ გარეკანი ამ წიგნის. ნახეთ, პირველ რიგში შემოვიტანოთ ტექსტი და დავაწეროთ სახელწოდება, აი ტექსტი. აი აქედან იყოს ეს მაგალითად ასეთი რა მაქვს სურათები ამისათვის საკუთარი მოსწავლეების და გამოვიყენებ იყოს მეთუნეობა აღარ დავაწერ ახლა თიხის ჯუხტის დაამზადება იყოს ასე მეთუნეობა. ეს შეგიძლია რა თქმა უნდა გაამუქოთ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, დახაროთ თუ გინდათ დახრილი. შემდეგ შეგიძლიათ დაადოთ აქ ჰიპერლინკი, თუ კი ასეთი საჭიროა და თუ კი გჭირდებათ რაიმე რესურსის, დამატებითი რესურსის ჩადება აქ, როგორც ხედავთ, შესაძლებელია ჰიპერლინკის დამატება. თუმცა მე ნახოთ ჰიპერლინკის დამატება შემდეგ გვერდებზე. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ფერი შეცვალოთ. აი ავიღოთ მაგალითად აი ეს ფერი და ნახეთ შეიცვალა. ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ და არა, ჩაწერა აქედან არა. ანუ შეგიძლიათ გამოიყენოთ აქ შექმნათ აუდიო ჩანაწერი და ისიც გამოიყენოთ. კარგით, ახლა სახელწოდება შევარჩიეთ მეთუნეობა. შემდეგ ვაწყაპებთ ღილაკს done, ანუ დასრულებულია. სახელწოდება შექმნილია. აი მეთუნეობა.
იყოს ასე. ეხლა გარეკანი რომ გავაფორმოთ რამენაირად ლამაზად. ეხლა ეს შეიძლება იყოს მოვიძიოთ მაგალითად მეთუნეობას ეხლა უამრავი სურათი შეიძლება მოიძიოთ თქვენ Google-ის საშუალებით, Google-ის საზეიმო სისტემის საშუალებით, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩავწეროთ მეთუნეობა. და ავიღოთ რაიმე სურათი. აი აქედან აი იყოს მაგალითად ეს ან თუნდაც ეს ერთ-ერთი ნებისმიერი სრულიად საკმარისია მაგალითად იყოს აი ეს სურათი რომ ავიღოთ save image ქართული მეთუნეობა ყოფილა თანაც კი ბატონო ძალიან მარტივად შემოვიტანთ ახლა ამ სურათს. ნახეთ, აწყაბებთ პლუს ღილაკს. შემდეგ image ეს ძველი ვერსია ვინც იცოდა და ვისაც ახსოვს როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მუშაობს და ძალიან მარტივად ხდება სურათების შემოტანა. შემდეგ აწყაბებთ გამოქვეყნებას საკუთარი კომპიუტერიდან და ამ შემთხვევაში ნებისმიერი რესურსის, ნებისმიერი ფოტოსურათი შეგიძლია გამოიყენოთ იმისათვის რომ გარეკანი, წიგნის გარეკანი შექმნათ. ახლა მოვძებნოთ ის სურათი, რომელიც მე აქ შემოვიტანე და წუთით თუ ამბანის მიხედვით არის მეთუნეობა დესკტოპი აი იყოს ეს არაუშავს რაღაცა შემოტანილი მაქვს არა აქვს მნიშვნელობა ახლა ეს რომელი იქნება თავარია აი კი ბატონო საუწიოთ ხა თქვენზეა დამოკიდებული როგორ გააფორმებთ და როგორ გაალამაზებთ ამ ყველაფერს აი ასე შეგიძლიათ გაზარდოთ ზომაში რა თქმა უნდა ეს სადამდესაც შესაძლებელია აი ასე ხო, ну, ვიხლავ დიდათაც უბრალოდ საჩვენებლად. კარგით, ეს ხდა გაკეთებულია სახელმწიფოზე, გადავშალოთ უკვე და გადავიდეთ შემდეგ გვერდებზე. აქ რა თქმა უნდა, ახლა რა საკითხიც ავირჩიეთ ჩვენ ეს მეთუნეობა იმასთან დაკავშირებით, შემოვიტანოთ ვიდეო, შემოვიტანოთ სურათი, შემოვიტანოთ ტექსტი და ასე შემდეგ, ყველაფერი ის, რაც შესაძლებელია, პლუს კიდევ ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ ამ ინსტრუმენტის. კარგით, ნახეთ ახლა მე რა თქმა უნდა სურათები გვინდა. აი ახლა შემიძლია ძალიან ბევრი სურათი შემოვიტანო. უშუალოდ ჩემი მოსწავლეების, რომლებიც ნახეს როგორ მზადდება თიხის ჭურჭელი. აი იყოს ახლა ეს სურათი როგორც ხედავთ ახლა სურათის ზომა თქვენზეა დამოკიდებული როგორ გინდათ შეგიძლიათ ძალიან დააპატარაოთ აი ასე ახლა ტექსტი ნახეთ ტექსტი შეგიძლიათ უშუალოდ პირდაპირ აქ აკრიფოთ თუ კი გაქვთ მომზადებული ტექსტი ან შეიძლება საიდანმე Word-ის დოკუმენტში იყოს ტექსტი და იქიდან კოპირებით წამოიღოთ არც ეგ არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში მე ასე გავაკეთებ იმიტომ რომ დრო არ დავკარგოთ უბრალოდ აი აქ რა სურათით წამოვიღე მე ეს არის ქართული კერამიკის ისტორია აი აქედან კოპირებით წამოვიღებ ტექსტს აი მარტივად უბრალოდ დრო არ დავკარგოთ აი ასე აქ ჩავსვათ ამ ტექსტს აი შილაკი paste შეგიძლიათ გამოვხოთ თუ კი გამოგება გინდათ ტექსტი შეგიძლიათ ჰიპერლინკი ჩააშენოთ ნებისმიერ აი მეთუნეობაზე მაგალითად და ჩადოთ ის რესურსი აქ ჰიპერლინკის სახით ეხლა ეს თქვენზეა დამოკიდებული გინდათ თუ არა გამოგება და ეს სხვა
გამოყენება აი ამ სხვა შესაძლებლობების. და ღილაკი აუცილებლად. და ეხლა რა თქმა უნდა ეს დამუშავდება და შესაბამისად ჩადებთ წიგნში, შეალამაზებთ აი ასე. ეს კიდევ შეიძლება ცოტა გავწიოთ აი ასე. აი ასე. ნახეთ. აი ასე. და აქვე შეგვიძლია შემოვიტანოთ ვიდეოც კომპიუტერიდან. კომპიუტერიდან ვიდეო. სრულიად შესაძლებელია მეგობრებო. აი დამატებული აქვს სწორედ ეს ფუნქციაც, ადრე ძველ ვერსიას არ აქვს საკუთარი კომპიუტერიდან შემოტანა ვიდეო ფაილის, თორე სხვა ფაილის კი. ნახეთ ახლა აქ არის 3 ღილაკი. აი ესენი რომელიც უკვე ნახეთ. ნუ შეგიძლიათ კამერა გამოიყენოთ თქვენი კომპიუტერის და გადაიღოთ სურათი, სელფი ასე ვთქვათ, კამერის საშუალებით და ის სურათიც კი ჩადოთ ამ წიგნში, თუ კი ეს გჭირდებათ რა თქმა უნდა. და აქვე არის ნახეთ ხმის აუდიო ფაილის ჩაწერა. ეხლა აქ რა აუდიო ფაილი შეიძლება ჩაიწეროს? მაგალითად შეიძლება აქ ჩვენ ვისაუბროთ, რაიმე ინფორმაცია ჩავდოთ აუდიო ფაილის სახით, ჩვენ რაიმე ტექსტი წავიკითხოთ ან ვისაუბროთ უბრალოდ მეთუნეობაზე, ჩავიწეროთ და შემდეგ ესე იგი ჩავწეროთ და შემდეგ აი აქ წიგნში ჩავდოთ ეს აუდიო ფაილი. ამასაც ვცდით რა თქმა უნდა. ჯერ შემოვიტანოთ ვიდეო ფაილი. ეხლა ვიდეო ფაილი როგორ შემოვიტანოთ? ნახეთ აი მეორე ღილაკი მედია, ანუ მედია რესურსი აი აქედან ფაილები, აი აქედან ნებისმიერი ფაილი, ნებისმიერი სახის და ფორმატის ფაილი შეგიძლიათ შემოვიტანოთ და ჩადოთ ამ სახელმძღვანელოში კი არა და აი ამ წიგნში. აი დავაწყაბოთ ღილაკს ფაილები და აქ მე მაქვს პატარა ვიდეოები. ყველაზე ვეცდები ყველაზე პატარა შემოვიტანო რომ დიდი დრო არ წაიღოს ამ ვიდეოს ჩატვირთა. აი კი ბატონო იყოს აი ეს. ნახეთ ახლა. აი იტვირთება უკვე ფაილი. ვიდეო ფაილი. აი ახლა აქ ცოტა დრო დაჭირდება 1 წუთი. მაინც დაახლოებით. აი ჩაიტვირთება და გამოჩნდება ვიდეო ფაილი. კომპიუტერიდან შემოტანილ ვიდეო ფაილზეა ამ შემთხვევაში საუბარი. ამასობაში ჩვენ შეგვიძლია სხვა რამ გავაკეთოთ. ნახეთ აი რა მოდი ჩავწეროთ აუდიო ფაილი. აი დავაწყობთ ღილაკ record. შემდეგ აქ ნახეთ შემდეგ start recording ამას უნდა დავაწყობთ, დავიწყოთ ჩაწერა. და 3-ის შემდეგ რომ დაითვლის 3 2 1, აი შემდეგ უკვე იწყება ჩაწერა იცოდეთ. ნახეთ აი start recording, დაველოდოთ 3 2 1. აი ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორი დიდი ხნის ისტორია აქვს მეთუნეობას საქართველოში. თითქმის ყველა კუთხეში, საქართველოს ყველა კუთხეში გავრცელებულია მეთუნეობა. და შეგვიძლია დავწმუნდეთ ამაში. ნუ ხა არ მინდა დიდი ტექსტების ჩაწერა, რაც უცბად გამახსენდა ის თქვი. ნახეთ ახლა ეს მუშაობს, ჩაწერილი იქნება უკვე. აი ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორი დიდი ხნის ისტორია აქვს მეთუნეობას საქართველოში. თითქმის ყველა კუთხეში, საქართველოს ყველა კუთხეში. ნუ ხედავთ რომ ჩაწერილია. შემდეგ ვაწყაბებთ ღილაკს use recording, გამოვიყენოთ ჩანაწერი. და აი ახლა ვიდეოც გამოჩნდა უკვე და ეს აუდიო ფაილიც. ახლა ჩვენ ამას მიუჩენთ თავის ადგილს, რა თქმა უნდა. აი ეს ის ვიდეოა, რომელიც მე კომპიუტერიდან შემოვიტანე, ჩემი გადაღებული ვიდეო გახლავთ, აი ტელეფონით. და როგორ მუშაობს, ჩვეულებრივად ძალიან კარგად მუშაობს, ჩართავთ აქ. ეს კი ხა ჩვეულებრივი და ჩაიწერა რა თქმა უნდა. შეგიძლიათ ეს? აი, თლიან ეკრანზე გაადიდოთ. ეს არის გამზადებული. თუ კი გჭირდებათ რა თქმა უნდა, აი ნახეთ. აი ასე. შემდეგ როგორ გამოყვიდეთ ეს ღილაკი. დააწყაპოთ ღილაკი. ეს კლავიატურაზე. და დააბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. აი ასე როგორც ხედავთ კომპიუტერიდან შემოტანილი ვიდეო შესანიშნავად მუშაობს. აი ეს კიდევ აუდიო ფაილი გახლავთ, რომელიც მე ჩავწერე და აი ჩავდე აქ. ეს თქვენ შეგიძლიათ ამოძრავოთ და სადაც გინდათ იქ დააყენოთ
აი ნახეთ აი ას. კი ბატონო. ეხლა მე მგონი საკმარისია ამ გვერდზე რაც დავდეთ, ტექსტი, სურათი, ვიდეო, აუდიო. შემდეგ გადავიდეთ უკვე შემდეგ გვერდზე. და გამოვიყენოთ სხვა შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, სურათი მაინც ყველაფერს ალამაზებს ხოლმე, მაინც შემოვიტანოთ სურათი, სხვა სურათი. აი აქედან შემიძლია შემოვიტანოთ სხვა. დავაყენოთ ზომაზე. ეხლა შემოვიტანოთ, მოდით YouTube-ის ვიდეო. და როგორ შემოვიტანოთ YouTube-ის ვიდეო? ეხლა თქვენ შეგიძლიათ ჰიპერლინკის სახით დააკლიფოთ რაიმე ტექსტი და იქ ჩააშენოთ ჰიპერლინკის სახით ნებისმიერი ვიდეოს, რომელსაც შეარჩევთ, ვიდეოს ბმული. რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგრამ ნახეთ, აი პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შემოვიტანოთ ეს MBD კოდით. მედიაც თუ და ღილაკი მედია რესურსები MBD კოდის სახით. ეხლა ეს შესაძლოა ბევრმა თქვენთაგანმა იცოდეს, შესაძლოა ვინმე არ იცოდეს, რა თქმა უნდა. ამიტომ მოდი ვნახოთ ეს როგორ კეთდება. ძალიან მარტივად კეთდება, გეტყვით. აი YouTube-ში მოვიძიოთ რამე მეთუნეობის შესახებ, ეხლა იქნება აქ უამრავი ვიდეო რესურსი. ნახოთ. ხო, მეთუნეობა გვინდა ჩვენ. მაგრამ ავირჩიეთ ეხლა ეს საკითხი. და ამაზე გვინდა ვიდეოს მოძიება. რა თქმა უნდა. აი ახლა ძალიან ბევრი არის. აი კერამიკა, თუნდაც აი ეს. ან თუნდაც აი ესე იგი, მოდით აი ეს. აი იყოს აი ეს. ან მეთუნეობა ზოგადად აი ეს იყოს. აი მეთუნეობა აი ეს. კი ბატონო, აი ბევრიც რა აღარ ვიფიქროთ ამაზე, უბრალოდ ჩვენ ეს ყველაფერი გქონდება საჩვენებლად. აი იმისათვის რომ OMBD კოდი ვიპოვოთ, ვაწყაბებთ ღილაკს გაზიარება share. YouTube-ის ნებისმიერ ვიდეოს აქვს თავისი უნიკალური MBD კოდი. თითოეული ვიდეო კოდირებული გახლავთ, თავისი კოდი აქვს და სწორედ აი იმ კოდზეა საუბარი, ნახეთ. აი MBD კოდი, პირველი ეს გახლავთ გაზიარების ღილაკს რომ დააწყაბებთ. აქედან ამ ღილაკს ვაწყაბებთ და აი ეს გახლავთ ამ ვიდეოს უნიკალური კოდი. აი დააწყაბებთ copy ღილაკს და შემდეგ დაბრუნდებით, რა თქმა უნდა, სამუშაო სივრცეში, აი ამ წიგნის. აწყაბებთ ღილაკს MB-ით, აქ ვსვავთ ვიდეოდან წამოღებულ MBD კოდს, ღილაკი paste და შემდეგ უბრალოდ ამას ვადასტურებთ config და უკვე ესე იგი ნახეთ აი ჩასმულია MBD კოდით ჩაჭდა ვიდეო, ნახეთ ღილაკი add ვამატებთ ამას. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დააპატარავოთ ეს ვიდეო და შესაბამისი ფორმა მისცეთ. აი ასე და აი ნახეთ ახლა ეს მუშაობს და შესანიშნავად. კერამიკაში მუშაობა, მე თვითონ ფერმწერი ვარ, კერამიკოსი არ ვარ. ძალიან მაინტერესებდა. ბატონო, ხო აქ არის ის რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ, რა თქმა უნდა, კერამიკაში მუშაობა, მე თვითონ ფერმწერი ვარ, კერამიკოსი არ ვარ. ძალიან მაინტერესებდა. ეს დარგი და ძალიან მინდოდა რომ სამხატვრო სკოლაში ბავშვებსაც და პედაგოგებსაც ეს კი ბატონო, ნახეთ როგორი კარგია მაინც და სხვანაირია MBD კოდით ჩაშენებული ვიდეო, უფრო მოხერხებულია, უფრო ლამაზადაც გამოიყურება თვითონ ჩასმული ვიდეო და აი ესე შეგიძლიათ შემოიტანოთ. ხო, მოკლედ აი ახლა ჰიპერლინკსაც გიჩვენებთ. შესაძლოა ძალიან ბევრმა, შესაძლოა კი არა, ძალიან ბევრმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც ნახოთ ესე იგი, აი უბრალოდ ტექსტი შემოვიტანოთ
და შემდეგ იქ ჩავაშენოთ რაიმე ჰიპერლინკი მეთუნეობის შესახებ, აი ტექსტი. ჩავწეროთ აქ მაგალითად მეთუნეობის ოსტატები ან რაღაც ამდაგვარი. მეთუნეები ან თუნდაც აი ასე. და ამაში ჩავაშენოთ რაიმე შესაბამისი რესურსი. აი ასე ფერით შეგვიძლია რა თქმა უნდა მივცეთ. იყოს აი ეს ფერი. აქვე შეგვიძლია ჩავაშენოთ, იცით რა, აი აქვე შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, უბრალოდ რესურსი. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. აი ეს რომ გავხსენი მე და აი ეს კარგი ინფორმაციაა სხვათა შორის, საჭირო რესურსია და აი აქედან წამოვიღებთ ამის ბმულს და დავბრუნდებით და ჩავსვავთ აქ. აი ამას ვაწყაბებთ ღილაკი. ბმულის ღილაკი სიმბოლურად ყოველთვის აი ასეთია. აი რომ დააწყაბებთ, გამოიტანს აი ამ ჩარჩოს, აქ სვავთ იმ კოპირებულ ბმულს და შემდეგ save ღილაკი შენახვა ამას. წუთით ასე არ გვინდა რომ ჩაჯდეს ნამდვილად. მიცადეთ. ასე არ უნდა ჩაჯდეს. ჩვენ გვინდა რომ აი ამ სიტყვას დაედოს, აი ასე. აი. ჩავსვათ და შემდეგ save. აი ასე. რომ ლამაზად სიტყვას დაედოს და ის ბმული არ ჩანდეს. ვიზუალურად არ ჩანდეს. აი ეხლა ღილაკი დან და ჩავსვით ესე იგი მეთუნეები, სადაც ჩაშენებული არის შესაბამისი რესურსი, ვებ რესურსი და თუ დააწყაბებთ, აი open link და გადაგიყვანთ იმ რესურსზე, რაც ჩვენ ჩავაშენეთ. მე მგონი ეს ძალიან ადვილია, მარტივია და ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა ეს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცის. ესეც მულის შემოტანა, ვიდეოს შემოტანა. ეხლა კიდევ რა არის აქ აი ამ მეორე ღილაკით, მედია რესურსი. შეგიძლიათ შემოიტანოთ აი ასეთი სახის ფიგურები, თუ კი ეს ეხლა ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ მოდი მაინც ნახეთ როგორი მარტივია, უბრალოდ შემოვიტან და ავიღებ აი ასეთი რამ ფიგურები. ნუ არ მინდა ეხლა ეს და ავიღებ კი ბატონო, ძალიან მარტივად. თუმცა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს საჭირო იყოს, განსაკუთრებით მათემატიკას თუ ეხება ამ წიგნის შექმნა, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესანიშნავად შეიძლება იქნას გამოყენებული ეს ფიგურები, აი ასეთ სამკუთხედები მაგალითად, რომბები და ასე შემდეგ. ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ ეს ძალიან მარტივად კეთდება. შემდეგ არის კიდევ ნახეთ აიკონები. ესეთი აიკონები. ასევე მარტივია ამისი შემოტანაც, აი ასე ჩაჯდება. თუ კი მინდა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მინდა. უბრალოდ გიჩვენებთ. შემდეგ ნუ ფანქარი ახლა ვისაც უნდა რომ დახატოს, რა თქმა უნდა, აი აირჩევს ფერს, რა ფერი უნდა, აი და შემდეგ შეუძლია რომ მოხატოს კიდევაც შავად, რა თქმა უნდა, შავი, ცოტა ესე იგი ნაკლებად შავი, ნაცრისფერი და ასევე აი ეს რაღაცა სიმბოლოები შემოიტანოს აი ამ ფანქრით. ეხლა არ გვჭირდება ჩვენ ეს, არანაირად. თუმცა ეს მუშაობს, მეგობრებო, ნახეთ, აი, შესანიშნავად მუშაობს, აი. ეხლა უბრალოდ მე არ მჭირდება, მაგრამ მუშაობს ძალიან კარგად. ხა ამას ეს შეგი თუ კი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ წაშალოთ, აგერ საშლელი. აი, საშლელი, ეს არის საშლელი. ნუ, შეგიძლიათ ეს წაშალოთ. დაფაროთ ეს ხო, აი ასე როგორც ხედავთ, სრულიად ძალიან მარტივად შესაძლებელია რა თქმა უნდა. კარგი. ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღილაკი დან. ნახოთ კიდევ.
ფაილებზე გესაუბრეთ, რომ ნებისმიერი ფაილი შეგიძლიათ შემოიტანოთ, ეს შეიძლება იყოს PowerPoint-ის პრეზენტაცია თქვენ წარმოიდგინეთ, თუ კი გჭირდებათ წიგნში ასეთი პრეზენტაციის ჩადება, PDF ფაილი შეგიძლიათ შემოიტანოთ, თუ კი გჭირდებათ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, ჩვეულებრივ, როგორც შემოგაქვთ სურათი, ასევე შემოიტანთ ამ ნებისმიერ ფაილს. თუ გინდათ ვცადოთ, თუ გნებავთ, აი, ახლავე PDF ფაილი. ეს კაი. აქ ნახოთ რაიმე. მაგრამ ახლა მეთუნეობასთან დაკავშირებული ნამდვილად არ მექნება, უბრალოდ გიჩვენებთ, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ შესანიშნავად შეგიძლიათ აქ ნებისმიერი ფაილის შემოტანა. გუნდა იყოს რაიმე. აი პრეზენტაციაც შეგიძლიათ შემოიტანოთ და ჩადოთ. აი იყოს ეს მაგალითად ახლა აჭარის ფოლკლორი. ამაზე ავიღებ მეგობრებო. თუმცა შესაძლებელია არის ასევე რომ PDF ფაილის MBD გავაკეთოთ როგორც მული, თუმცა არ მინდა ახლა ამის გამოყენება და რაც მონიშნულია, უბრალოდ ჩავსავ წიგნში როგორც PDF ფაილი. Confirm ღილაკი. დაველოდოთ, ჩაიკეთება და დაჯდება. აი, ეხლა რამდენი გვერდიც არის აქ გამოიტანა, შეგიძლიათ ყველა გვერდი არ გამოაქვეყნოთ და რაც თქვენ გინდათ იმას მონიშნავთ, რომელიც გინდათ მაგალითად აი თუ გინდა ერთს დაამატებთ, თუ გინდა ორს. ან თუ გინდათ მთლიანად აი ეს ღილაკი select all, ანუ შევარჩიოთ და ანუ ჩავდოთ ყველა და შემდეგ ღილაკი add. გადაელოდეთ. აი, ეხლა ეს დაემატა. ნახეთ როგორ დაემატა, შეგიძლიათ დააპატარაოთ აი ასე. ეხლა ეს მეთუნეობას არ ეხება, მაგრამ თუ გნებავთ იყოს, უბრალოდ მე რომ ნახავთ წიგნი როგორ გამოიყურება, იყოს ესეც არა უშავს. აი ასე. ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ პრეზენტაცია PowerPoint-ის, ასევე ჩაჯდება. აი როგორც ეს ჩაჯდა. კარგით, გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. აი, ახლა ჩასვა. 4 გვერდი იყო, თვითონ განათავსა წიგნის სხვადასხვა გვერდებზე. აი ასე. და ახლა მაინც ავიღოთ თავისუფალი ფურცელი. აი ასე. და ვნახოთ კიდევ სხვა შესაძლებლობები ამ წიგნის, რომელიც აქვს კიდევ. ეხლა მედია რესურსი და აი ამ ყველაფერს გავეცანით ფაქტობრივად, აი გადავიდეთ მესამეზე, რომელიც ძალიან საინტერესო გახლავთ. საინტერესო შესაძლებლობებია. ეხლა მეგობრებო, როდესაც პირველად შემოდიხართ თქვენ ამ ინსტრუმენტში და გადახვალთ აი ამ მესამე ღილაკზე, აი ეს აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სურათის შექმნა, 3D მოდელები, Google Drive-დან რესურსის შემოტანა, სტიკერები, GIF-ები, Canva-დან რესურსის შემოტანა თუ ანიმაციური ემოციები აქ არ არის. ნახეთ, აი აქ არის ჩამოტანა და თქვენ უნდა გაააქტიუროთ. ეხლა მოდით მე გიჩვენებთ 1-2 წელს ავიღებ. მე გააქტიურებული მაქვს უკვე და ამ მოხსნი ამ გააქტიურებას და გიჩვენებთ როგორ ხდება. აი ნახეთ, ეხლა ამოვიღებ ამას და ჩამოვა ქვემოთ. ეხლა ამ შემთხვევაში ნახეთ, აი ასე დაგხვდებათ თქვენ, ეს არ არის აქტიური. როდესაც აწკაპებთ თქვენ ამას, ამატებთ აქედან enable. ანუ ამ აპლიკაციას ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი გახლავთ ეს, მისი გამოყენება და მისი გამოყენებით სურათის შექმნა. enable აწკაპებთ აი ამას და შემდეგ ადის უკვე ზემოთ. და ან ღილაკი აუცილებლად, რომ დასრულებულია მოქმედება. ასე შემოიტანთ ნებისმიერს აქა. აი 3D, ანუ 3D-ს რომ ეძახიან, 3D მოდელიც ასევე ქვემოთ დაგხვდებათ და ასე გაააქტიურებთ. აი ამასაც გიჩვენებთ კი ბატონო. გამოვალ აქედან. აი ნახეთ, ჩამოვიდა ქვემოთ. და ისევ დავაბრუნებ უკან და ნახეთ როგორ ვაკეთებ ამას ყველა აპლიკაციაზე ასე გააკეთებთ. Enable done და შემდეგ ჩაჯდება თავის ადგილას. ეხლა ნახოთ
და შემოვიტანოთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომელსაც გვთავაზობს ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი. პირველი იყოს კი ბატონო ეს 3D მოდელები, დავაწყაპოთ ამას. ეხლა გვთავაზობთ თემატიკას. ცხოველები, შინაური ცხოველები, არქიტექტურა, ხელოვნება, აბსტრაქტული მანქანები, სხვადასხვა პერსონაჟები, აიკონები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ ნებისმიერი თემატიკიდან შეგიძლიათ შემოიტანოთ აქედან 3D ფორმატის მოდელები. აი ახლა იყოს მაგალითად ეს animals, ცხოველები. და იყოს ნებისმიერი ცხოველი, რომელიც სახედავთ აქა. აი იყოს ეს. ნახეთ ახლა ეს ჩაიტვირთება და დაემატება. და მოგეხსენებათ ახლა 3D მოდელები ძალიან საინტერესოა, ძალიან უყვართ მოსწავლეებსაც და შეგიძლიათ აი ძალიან კარგად ეს დაატრიალოთ, ამოძრაონ და ასე შემდეგ გამოიყენონ 3D ფორმატის შესაძლებლობები. შემდეგ ღილაკი add დამატება რასგან დავეკიდებ სახელმძღვანელოს დამატება წიგნში. ელექტრონულ წიგნში, აი ასე ჩვეულებრივად დაემატება. ეხლა ეს უკვე მუშაობს, უკვე ჩადებულია წიგნში და თუ დააწყაპებთ, ნახეთ გადაგიყვანთ. აი აქ სივრცეში, 3D სივრცეში და ძალიან მარტივად როგორც ხდება, როგორც ხედავთ ეს შეგიძლიათ უფრო კიდევ მთლიან ეკრანზე გამოიტანოთ ეს, აი ასე. ნახეთ როგორი ლამაზია. და შემდეგ ეს ღილაკით დავრუნდებით უკან, აიღებთ. ნუ ჩადებულია, არის უკვე წიგნში ეს 3D ფორმატის მოდელი. შემდეგ ვნახოთ კიდევ სხვა შესაძლებლობები, უკვე მესამე ღილაკიდან, რა თქმა უნდა. ეხლა ყველას არ შევეხები, უბრალოდ ხედავთ, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი. მაგალითად ეხლა აი ეს დიფები, ნუ ძალიან მარტივად შემოიტან. შეგიძლიათ მოძებნოთ კიდევაც GIF-ი და შეარჩიოთ, აქ თუ არ მოგეწონებათ, შეიძლება აი აქ აკრიფოთ და მოძებნოთ შესაბამისი რაც გჭირდებათ GIF-ი. თუმცა აქედან შევარჩიოთ, ახლა ეგეც არ არის ისა. ძალიან მთავარია რომ როგორ მუშაობს ის დაინახოთ თქვენ. არსებითი მნიშვნელობა აქვს, სხვა რამეს არ აქვს. აი ძალიან მარტივად ხდება ესა. GIF-ის შემოტანა. კი ბატონო. კიდევ რა ხდება აქ აიკონები. ერთი წუთით. ასევე ანიმაციური ემოციების შემოტანა შეგიძლიათ. ნებისმიერი შეგიძლიათ შემოიტანოთ, აი თუნდაც ეს და ჩასვათ, აი ასე. კიდაც გაადიდოთ, კიდაც დააპატარავოთ, ეს თქვენი ნება არის. შემდეგ კიდევ ვნახოთ. მოდით ახლა შევეხოთ უკვე ხელოვნურ ინტელექტს, კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სურათის შექმნას. აი, ვაწყაპებთ ამ ღილაკს. ეხლა ნახეთ აქ რა შეასაქმე. ეს ხელოვნური ინტელექტი გახლავთ Adobe Spark-ის ინსტრუმენტი ჩაშენებული არის Adobe Spark-ში, რომელიც დაკავშირებულია, ესე იგი ამ Book Creator ამ web ინსტრუმენტთან და თუ ვინც ესე იგი არ ხართ რეგისტრირებული და არ იცნობთ ამ ინსტრუმენტს, Adobe Spark-ზეა საუბარი, Adobe Express-ზეა საუბარი, უნდა მოახდინოთ აქ რეგისტრაცია, თორე შეიძლება მოგთხოვოთ და არ გაგაკეთებინოთ, არ ვერ გამოიყენოთ ეს ხელოვნური ინტელექტი ამის გამო. ამიტომ დარეგისტრირდით აი ამ Adobe Express-ზე, მხოლოდ დარეგისტრირდით, ნუ იმუშავებთ, თუ მუშაობა შეგიძლიათ შესანიშნავი იდეალური ინსტრუმენტი გახლავთ და უამრავი რამ კეთდება იქ. უბრალოდ რეგისტრაცია მოახდინეთ Adobe Express აი ამ web ინსტრუმენტში, რომ აი აქ ხელოვნურმა ინტელექტმა ესე იგი არ მოგთხოვოთ და ამით არ შეგექმნათ პრობლემა. ეს ძალიან მარტივია. ნახეთ, აი აქ წერთ. რა სურათიც გინდათ. რა სურათი გინდათ, როგორი გინდათ, აი აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ აღწერა.
ქართულს იღებს ქართულ ამბანს შესანიშნავად და მოდი ჩავწეროთ კერამიკა. კი ბატონო. კერამიკა. შემდეგ ახლა აი აქედან როგორი ფორმის გვინდა რომ იყოს, აქედან შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ ეს პორტრეტი იქნება, ოთხკუთხედი იქნება, ლანდშაფტის სტილში იქნება თუ როგორც იქნება. იყოს ჩვეულებრივ რა მნიშვნელობა აქვს აი ასე. შემდეგ ნახეთ როგორი ღილაკი არის კიდევ. რა სფერო იყოს ესე იგი. ხელოვნება, გრაფიკა, ფოტო, ავტო. მოდი ავტოზე დავაყენოთ თვითონ განსაზღვროს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომ კერამიკა როგორ სტილში მოგცეს სურათი. შემდეგ ღილაკი generate და დაველოდოთ რომ შექმნას. ცოტა ნახევარი წუთი ჭირდება დრო. აი კიდევაც შექმნა, ნახეთ. ხო, თუ გინდათ 4-ვე შეიტანთ. და თუ გინდათ შეარჩევთ, აი ეს შევარჩიოთ. add book. ამას უნდა დავაწყაპოთ ღილაკს. და რა თქმა უნდა, ახლა ეს აი დაემატა კიდევაც. დავაპატარავით შესაბამისად, აი ესეც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კერამიკული ჭურჭელი. ნუ დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან კარგი ხელისუფლებებია დამატებული ამბებ ინსტრუმენტს და შესანიშნავი ელექტრონული წიგნის, ბროშურის და ასე შემდეგ შექმნა არის შესაძლებელი. ნახოთ კიდევ ეს მესამე ღილაკი რაც გვთავაზობს Google-ის რუკების დამატებას გვთავაზობს და მე არ დამიმატებია და თქვენ შეგიძლიათ თუ გჭირდებათ დაამატოთ და ჩააშენოთ წიგნში. ნუ ეხლა Google Drive-ს თუ დავაწყაბებ, გაიხსნება ჩემი Google Drive-ის სივრცე და იქიდან შემიძლია შემოვიტანო ნებისმიერი ფაილი, რომელიც მე მაქვს ატვირთული Google Drive-ზე. სრულიად შესაძლებელია, მეგობრებო. ისე ხომ შეიძლება Google Drive-შიაც აქ გქონდეთ ვიდეოები და იქიდან შემოიტანოთ ვიდეო. თქვენი საკუთარი ვიდეო, რა თქმა უნდა, იმაზეა საუბარი. ეხლა აქედან რა შემიძლია შემოვიტანო? ნუ პრინციპში აქ ყველაფერი არის, რაც არის ჩემი. აქ უბრალოდ ეხლა აქ მე თუ ჩავწერ და მოვძებნი რაიმეს, ნახეთ იყოს მაგალითად PDF. ნუ PDF ან რაიმე ნებისმიერი ერთი წუთით. აქედან ჩავაი ყველა ფაილი, საქაღალდეები, დოკუმენტები, PDF-ები, იმიჯები, ვიდეოები. აი ყველაფერი აქ ჩამოთვლილი, ესაც დავაწყაბებ, იმას გამომიტანს, მე ბევრი მაქვს ძალიან აქ. ბევრი სხვადასხვა რესურსი მაქვს Google Drive-ზე ატვირთული. აი პრეზენტაციები, კი ბატონო. პრეზენტაციები. უნდა დავაწყაპოთ. მოძებნოს, ესე იგი ეს პრეზენტაციები. აი არ გამოიტანა არა და პრეზენტაციები აქ არის. კარგი, მოდი აი ესე ჩავწეროთ. აი ასე. პრეზენტაციები PowerPoint-ი და ახლა კი გამოიტანა ყველა ნებისმიერი პრეზენტაცია. და ნებისმიერი შეგვიძლია შევიტანოთ აქედან, აი იყოს თუნდაც აი ეს. შემდეგ ღილაკი select შერჩევა და ახლა ეს პრეზენტაცია რა თქმა უნდა აქ ჩაჯდება. აი იტვირთება და ჩაჯდება პრეზენტაცია აქ. აი ჩაჯდა კიდევაც. ნახოთ ახლა ეს რას გვთავაზობს. ეს გვთავაზობს გადმოწერას და ისე ნახვას. ნუ პრინციპში ხო შეიძლება გჭირდებოდეს ასეთი პრეზენტაცია, რომელსაც ჩავდებთ წიგნში და რომელსაც გამოიყენებს ყველა ის ადამიანი, ვინც ნახავს ამ ელექტრონულ წიგნს. ნუ თემატიკასთან შეიძლება იყოს ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა აუცილებელი არის, რომ თემატიკასთან იყოს კავშირში. ამ შემთხვევაში მეთუნეობასთან პრეზენტაცია დაკავშირებული და
დამატებითი რესურსის სახით ეს პრეზენტაცია ჩავდოთ და ვინც ნახავს და ვინც დაინტერესდება ამ წიგნით, რა თქმა უნდა, დაათვალიერებს ამ პრეზენტაციას. ანუ ეს სხვადასხვა სახის ამდენი რესურსი, როგორიც არის მაგალითად საკუთარი კომპიუტერიდან შემოტანა ვიდეო ფაილის, აუდიო ფაილის, ან აუდიო ფაილის შემოტანა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, აქაც შესაძლებელია ჩაწერა და კომპიუტერიდანაც შეგიძლიათ შემოიტანოთ აუდიო ფაილი. ნახეთ, როდესაც აქ მიაქციეთ ყურადღება, როცა თქვენ ამ ღილაკს აწყაბებთ მედიას და აქ ფაილები წერია, ნებისმიერი სახის ფაილი შეგიძლიათ შემოიტანოთ. თორე პირდაპირ კონკრეტულად ეწერებოდა ვიდეო და მეტი არაფერი. მაგრამ არა, არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ შემოიტანოთ პრეზენტაცია, შემოიტანოთ Word-ის დოკუმენტი, Excel-ის დოკუმენტი, ვიდეო ფაილი და ნებისმიერი ფაილი. და რაც შეეხება მესამე ღილაკს, კიდევ ერთ წუთი გადავიდეთ, მივუმატოთ გვერდი. რაც შეეხება ამ ღილაკს, მესამე ღილაკს აპლიკაციები, ანიმაციური ემოციები გიჩვენეთ, აქ არის ეს სტიკერები შეგიძლიათ შემოიტანოთ, ნებისმიერ ან მოძებნოთ. აქედან მოძებნოთ, ნახეთ რამდენია სტიკერები, ბევრი სხვადასხვა. სტიკერები, feedback stickers. მარტივია ეს ძალიან მეგობრებო, ხო არა შემოვიტანე, და შეგიძლიათ დაამუშავოთ ეს ყველაფერი, გაადიდოთ და ისე. ეხლა წიგნის ბოლო გვერდი, ბოლო ყდა მეორე რო გავაკეთოთ, რაღაცნაირად დავაკავშიროთ ისე მეთუნეობასთან და ბოლო ის იყოს, ბოლო ფურცელი კი არა, ყდა იყოს წიგნისა. შემოვიტანოთ რაიმე სურათი და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუმცა შეიძლება ესეც არ შემოვიტანოთ, რადგან თქვენთვის უკვე კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ შეიძლება შემოიტანოთ სურათი და ნებისმიერი სხვა ფაილი, რა თქმა უნდა, იყოს ესე იგი ისევ ჩემი მოსწავლეების, თუნდაც ვიდეო ფაილი, თუნდაც ნებისმიერი სურათი, ეს იყოს პოსტატის სურათი. ეს ვიდეო ყოფილა უკაცრავად. ეს ვიდეო ცოტა დრო დაჭირდება, დიდი არ არის, მაგრამ მაინც რაღაც დრო ჭირდება. ჩაიტვირთება ეს. მეგობრებო, შესაძლებელია გვერდებს მისცეთ სხვადასხვა ფერი. რომ ფურცლები თეთრი კი არ იყოს, სხვადასხვა ფერი იყოს. ეს თქვენი ახლა მონიშნული არის თეთრი. თუ მე მოვნიშნავ ახლა ამ ფერს, ნახეთ ასეთი ფერის გახდება. ან თუ მაგალითად ამას მოვნიშნავ, ნახეთ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ წიგნის გაფორმება. აქ არის კომიქსები კიდევ, ნახეთ ასეთი. ძალიან ბევრი და ლამაზი გახლავთ აქ ეს ყველაფერი. თქვენი გადასაწყვეტია რას გამოიყენებთ და როგორ გამოიყენებთ, ეს გავადიდოთ. ასე. იყოს ახლა ეს ბოლო გვერდი, ანუ ყდა წიგნის. ახლა როგორ დავასრულოთ წიგნზე მუშაობა? წიგნი უნდა მოხდეს მისი გამოქვეყნება ამ სივრცეში. ჯერჯერობით, ანუ publish. ნახეთ, ეს როგორ ხდება, share ღილაკი, გაზიარების სიმბოლო share ღილაკი, ვაწყაბებთ ამაზე და აგერ ღილაკი publish. გამოქვეყნება. ამ სივრცეში გამოქვეყნება. ნახეთ, ახლა აქედანვე შეგიძლიათ უკვე გადმოწეროთ PDF ფორმატში, ან კიდევ ამოვბეჭდოთ ეს რაც გავაკეთეთ, ეს შეგიძლიათ ამოვბეჭდოთ, თუ კი ამისი სურვილი გაქვთ მეგობრებო. ნახეთ, print ღილაკი, თუ ამოვბეჭდა გინდათ. აქედან ნახეთ, ახლა
შეგიძლიათ აი პირდაპირ აი პრინტერის სიმბოლო და თუ დააწყაბებთ აი გამოვა ახლა პრინტერი მიერთებული პრინტერი და ამობეჭდავთ ჩვეულებრივ აი ეს კიდევ გადმოწერა კომპიუტერში რომ გადმოწეროთ აი აქედან აი a new book აი ასე აი ხა არ გადმოვწერ მე ხედავთ ახლა როგორ ხდება ხოლმე აქედან გადმოწერა აი ამ ღილაკზე დაწყაბებით ნუ დავბრუნდეთ უკან და დავასრულოთ ესე იგი ნუ როგორც ხედავთ შესაძლებელია წიგნის გადმოწერა დავაწყაბოთ ამ ღილაკს და გამოვაქვეყნოთ publish დავარქვათ სახელი აუცილებლად ნუ ავტორი მე ვარ და დავარქვათ მეთუნეობა აქ რომ კი დავაწერეთ მაგრამ წიგნს სჭირდება აუცილებლად სახელწოდება გარეკანზე მეთუნეობა შემდეგ აი აქ ეს არ დაგავიწყდეთ რომ აი ეს ღილაკი უნდა მონიშნოთ public თვითონ მონიშნულია private ნიშნავს იმას რომ მხოლოდ თქვენ დაინახავთ და სხვა ვერავინ ამიტომ უნდა მოინიშნოს აი ეს ღილაკი public და შემდეგ publish online ღილაკი დავაწყაბოთ ამ ღილაკს აუცილებლად უნდა მივცეთ წიგნს პატარა მოკლე ახსნა-განმარტება. ეხლა მე ძალიან დიდად ბევრ ტექსტებს არ დავწერ აქა. დავწერ ისევ უბრალოდ მეთუნეობას. აქ პატარა ახსნა უნდა იყოს, რას ეხება ეს წიგნი და ასე შემდეგ მეთუნეობა. იყოს ესე რომ უბრალოდ გაგვიშვას. და დავასრულოთ მუშაობა. Public მონიშნულია და შემდეგ publish online. აი ამ შემთხვევაში ეხლა უკვე წიგნი გამოქვეყნდა. დასრულებულია მუშაობა, თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ამ წიგნს და მოახდინოთ მისი რედაქტირება, ანუ შესწორება და ხელახლა გამოქვეყნება ოღონდ. აი, ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება ეს წიგნი. აი, აქედან შეგვიძლია ბოლო ისინი ჩაირთა, რა თქმა უნდა, ავტომატურად დავაყენოთ თავზე, რა თქმა უნდა, აი მეთუნეობა და ნახეთ შეგიძლიათ თლიან გვერდზე გაზარდოთ. აი ასე. აი ასე გამოიყურება დასრული ხა ეს ყველაფერი ეს მუშაობს მეგობრებო შესანიშნავად რაც ჩავდეთ ვიდეოც დარწმუნდებით თუ კი ჩართავთ კერამიკაში მუშაობს. ჩემი შეტანილი აუდიო ფაილები, ვიდეო ფაილი მუშაობს, შეგიძლიათ გაადიდოთ, გიჩვენეთ წეღანეს როგორ კეთდებოდა, ასევე ესეც მუშაობს. მოკლედ დასრულებულია, ვაწყაბებთ ღილაკს ESC რო დავაპატარავთ წიგნი და შემდეგ დავხუროთ კიდევაც, თუ გვინდა რედაქტირება კიდევ მოვახდინოთ, აი ღილაკი edit. არ არის ამისი რედაქტირება გამორიცხული, რა თქმა უნდა. აი ასე. შემდეგ რა თქმა უნდა My books. დავბრუნდეთ ჩვენ სივრცეში, აი მეთუნეობა შექმნილია და ნახეთ აი ფანქარი იხატება პირდაპირ. თქვენ არ გეგონოთ, რადგან გამოქვეყნებულია ეს. ყოველთვის შეგიძლიათ მოახდინოთ რედაქტირება, თუ კი დააწყაბებთ აი ამ ფანქარს, რომ საიდან გვინდა წავშალოთ, ძალიან მარტივია, თუ აღარ გვინდა წიგნი, აი სამი წერტილი, ამას ვაწყაბებთ. ნახეთ ახლა აქ გამოაქვს რა გვინდა. Copy. შეგიძლიათ მოახდინოთ დუპლიკატი ასლის გაკეთება, ანუ კოპირება წიგნისა, იგივეს მოგცემთ, წაკითხვა რა თქმა უნდა და აი გაზიარება და წავშლა, თუ აღარ გვინდა წიგნი წავშლით. როგორ ხდება გაზიარება? ძალიან მარტივად ხდება გაზიარება. ონლაინ სივრცეში გულისხმობ გაზიარებას, აი ნახეთ ახლა. ნუ გამოქვეყნებული არის ეს წინ რატომ მიჩვენებს? აი კიდე კი ბატონო. ხო, აი ნახეთ copy გულის აღება და QR კოდის აღება აქედან და იმისი გაზიარება. QR კოდის საშუალებით, აი copy კოპირებულია და შეგვიძლია გავაზიაროთ ნებისმიერ სივრცეში. ნახეთ აი აქ ჩავსავ უბრალოდ. აი
და თუ დავატკბებთ, პირდაპირ ამ წიგნს გავგეხსნის ჩვენ. იმიტომ რომ ეს უკვე საჯაროა. აი, მეთუნეობა, read now. ავტორი მანელა ჯაღელი მეთუნეობა. ეხლა აი აქ მე არ ჩავწერე ახსნა. ეს სიტყვა ჩავწერე, შეგიძლიათ ახსნათ თქვენ რას ეხება ეს წიგნი, მოკლედ იყოს ჩაწერილი აი აქ. და read now. კარგით. მოკლედ როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობა აქვს დამატებული და ძალიან საინტერესო გახდა კიდევ უფრო მეტად ეს ვებ ინსტრუმენტი. და ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოიყენებთ მას თქვენს საქმიანობაში. გისურვებთ წარმატებას.